სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის დაბადებიდან 200 წლის თავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ისტორიული მიმოხილვები წმინდა მღვდელმთავარის ეკლესიური და ეროვნული მოღვაწეობის შესახებ, მისი მისიონერული საქმიანობის ახალი კვლევები. ღონისძიების პარალელურად ჯემალ გამახარიას წიგნის წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე აფხაზეთის ეპარქიის მმართველი 1889-1886 წლებში პრეზენტაცია გაიმართა. მსგავსი ფორმატის კონფერენციები ხელს უწყობს იმ ქართულ-აფხაზური ისტორიის და კულტურის გაცოცხლებას და ობიექტურად წარმოჩენას, რომელიც უკავშირდება ჩვენ ურთიერთპატივისცემას აფხაზების მიმართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ განათლება და მეცნიერება უდიდეს როლს ითამაშებს ნდობის აღდგენის და შერიგების პროცესში. უმაღლესმა საბჭომ სოხუმის უნივერსიტეტთან ერთად დღეს ჩაატარა სამეცნიერო კონფერენცია. აქ იყო წარმოდგენილი მთელი რიგი მოხსენებები გაბრიელ ქიქოძის ცხოვრება მოღვაწეობის შესახებ და ბოლოს გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ეძღვნება გაბრიელ ქიქოძის აი ამ 20 წლიან მოღვაწეობას აფხაზეთში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იმ თვალსაზრისით, რომ ენგურს იქედან ჩვენ გვიყურებენ, გვენდობიან უნივერსიტეტში გამართული ღონისძიებების შედეგების თვალსაზრისით და ასეთი ღონისძიებები მუდმივად იმიტომ უნდა განხორციელდეს, რომ ახალგაზრდებში ცნობიერება ამაღლდეს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც იბრძვის საქართველოს მთავრობა და ეს უმთავრესად არის მშვიდობიანი დაბრუნება აფხაზეთში.